მოგესალმებით მეგობრებო. საკმაოდ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ ასპექტზე უნდა გქონდეს დღეს ლაივი, რომელსაც ექნება გავლენა ჩვენზე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ასევე პოლიტიკოსებზე, ასევე მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებზე. მოკლედ საკმაოდ საინტერესო ასპექტები გვაქვს ახლა ცისკაბადონზე და ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ დღევანდელ ლაივში. დამიწერეთ აუცილებლად ხმა თუ ისმის მიკროფონით ვარ და ხანდახან რაღაც ხარვეზი აქვს ხოლმე და ამიტომ დამიწერეთ კომენტარებში თუ ისმის კარგად ჩემი ხმა, რომ ვიცოდე რომ გესმით ხმა და ხარვეზები არ გვაქვს. იქამდე დავანთებ ჩემს პალო სანტო წმინდა ხეს, იმიტომ რომ პალო სანტო წმინდა ხე პრინციპში უტყუარი საშუალებაა, რომ აი ამ ნეგატიური და მძიმე ენერგეტიკული, ესე იგი, ცვლილებების პერიოდში რომ შევინარჩუნო ჰარმონია და სიმშვიდე. მართლაც ძალიან კარგია ეს პერიოდი, რომ დაანთოთ პალო სანტო, თუ გაქვთ ან საკმეველი დავუშვათ ხო, ან აურის გამწმენდით ხირები, სეიჯი, მოკლედ რომ მაქსიმალურად გაწმინდოთ აურა თქვენ სახლში, იმიტომ რომ ეხლა საკმაოდ მძიმე ენერგეტიკული ფონი არის ირგვლივ და პრინციპში იგრძნობა კიდეც, ხო, აი თუნდაც იმ აგრესიული და მოულოდნელი მოვლენებით, რასაც ჰქონდა ადგილი დღეს, ხო, თუ ნახეთ სიახლეები უკვე, რომ აი დაპირისპირება გვაქვს პარლამენტში და აგრესია ეს ცვლილებების და რევოლუციის და სიახლეების მოთხოვნილება და ასე შემდეგ. ხო, ამ ყველაფერს თავისი ასტროლოგიური ახსნა აქვს და ეხლა უნდა ვისაუბროთ თუ რა ასპექტებია ამის გამომწვევი, ხო, მეგობრებო და რას მოიტანს საერთოდ ეს ცვლილებების პერიოდი ჩვენთვის. ეხლა ლაივი გვაქვს საღამოს 7 საათზე. საკმაოდ ცოტა ხართ, უჩვეულოდ ცოტა ხართ, როგორც ჩანს ბევრია წასული აქციაზე და ამის გამო, მაგრამ ნუ მე დიდად არ მახარებს ეს ფაქტი, რატომ? იმიტომ რომ იმდენად ნეგატიური ასპექტებია დღეს, რომ სამწუხაროდ ბევრი მაჩვენებელია, რომ შეიძლება ფატალურად დასრულდეს დღევანდელი აქცია. ამიტომ მთლად არ გირჩევდით დღეს სახლიდან გასვლას, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. მოკლედ, მეგობრებო, გვაქვს მზე პლუტონის კვადრატი, ამიტომ ეს აპრილის ბოლო მთლიანობაში იქნება საკმაოდ მძიმე ენერგეტიკულად, იმიტომ რომ პლუტონს მოაქვს ნგრევა, მოაქვს ტრანსფორმაციები, მოაქვს სიკვდილიანობა ზოგადად. ამიტომ არ არის ეხლა უსაფრთხო პერიოდი. რისკისთვის დავუშვათ ხო და ასევე კონფლიქტებისთვის, გარჩევებისთვის. რატომ მოხდა ეს დაპირისპირება დღეს პარლამენტში, ხო? რომ ვნახეს ჩანაწერები, საერთოდ რა ხდებოდა, აი მოკლედ თვალწინ დამიდგა ესე იგი ეს რეტროგრადული მერკური. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად რეტროგრადული მერკურის პერიოდში ადამიანებს არ ესმით ერთმანეთს, ანუ თქვენ რო ჩანაწერები ნახოთ, ხალხი თავისთვის ხმამაღლა საუბრობს, ანუ არავის არ ესმოდა ერთმანეთის საერთოდ. ანუ არის სრული და ტოტალური მისკომუნიკაცია, ვერ შეთანხმდებოდნენ ისინი რეტროგრადული მერკურის პერიოდში. ამიტომ არანაირ სხდომას აზრი რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ აქვს. იმიტომ რომ მაინც ვერ შეთანხმდებოდნენ, იმიტომ რომ რეტროგრადული მერკური იწვევს ამ შემთხვევაში ინფორმაციის არასწორ აღქმას და მისკომუნიკაციას, ხო და გაუგებრობას და კონფლიქტებს ამის გამო. ანუ არავინ არ ცნობს თავის პოზიციებს და ყველას გონია რომ ის არის სწორი. ხო, აი ეს ტენდენცია გქონდა დღეს და ეს ყველაფერი გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ცისკაბადონზე არსებული ამ ნეგატიური ასპექტებითაც, რაც არის ეხლა. ამიტომ ვერ შეთანხმდებიან ესენი. აპრილში ვერ შეთანხმდებიან, სხვა თვეებში ვნახოთ, მაგრამ აპრილში ვერ მოხდება ვერანაირი ჰარმონიული და მშვიდი შეთანხმება პოლიტიკოსებს შორის, იმიტომ რომ რეტროგრადული მერკური გვაქვს ამ პერიოდში, არც დოკუმენტებზე ხელის მოწერა ვარგა, არც მოლაპარაკებები. არც სხდომები ხო მით უმეტეს, იმიტომ რომ ხალხს ერთმანეთის საერთოდ არ ესმოდათ, ანუ რომ ვნახე ეს ჩანაწერი მქონდა გრძნობა, რომ თითქოს საუბრობდნენ ერთმანეთისთვის ჩინურ ენაზე. იმდენად აი
გაუგებრობა იყო, ხო, აი დახშული გონება და არავინ არ უსმენს ერთმანეთს, არავინ, ხო, აი ტოტალური ქაოსი. ეს ყველაფერი არის გამოწვეული რეტროგრადული მერკურისგან. არ შეიძლება რეტრო მერკურის დროს განხილვები და ზოგადად სერიოზული საკითხების წამოჭრა, იმიტომ რომ არის ტოტალური მისკომუნიკაცია ადამიანებს შორის. ძალიან ცუდია, რომ ესე იგი ასტროლოგებს არ გვიყურებენ და არ გვისმენენ, თორე ჩემთვის რო ეკითხათ, მე ამ პერიოდში რა თქმა უნდა არ დავანიშნინებდი არანაირ სხდომებს და არანაირ შეხვედრებს. იმიტომ რომ ისეთი ნეგატიური ასპექტებია ეხლა, რომ საერთოდ არ გამკვირვებია ის აგრესია, რაც მოხდა დღეს. საერთოდ არ გამკვირვებია. ამიტომ ნებისმიერი წამოწყებები და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა უნდა მოხდეს ასტროლოგიურად სწორ, ანუ რელევანტურ დროს. ეხლა არ არის სწორი დრო ამისთვის. ნამდვილად. იმედია ხმა გესმით, მეგობრებო, მიკროფონი თუ არ. მოკლედ, დაბნელებების კორიდორი მოვჩით, მაგრამ სხვა ნეგატიური ასპექტები გვაქვს. კერძოდ დღეს 15 აპრილს გვაქვს მთვარე პლუტონის ოპოზიცია, რაც ასევე არ არის კარგი ასპექტი. ეს არის ემოციური ტანჯვა, ეს არის ნგრევა, ეს არის სიკვდილიანობა და რაც ყველაზე ცუდია, მეგობრებო, ეს არის სიკვდილიანობა ხშირ შემთხვევაში ბავშვებში, ხო? რატომ? იმიტომ რომ მთვარე არის ბავშვი. ამიტომ დღეს ძალიან ცუდი და ფატალური ასპექტებია და ნამდვილად მე ვიმედოვნებ, რა თქმა უნდა, რომ მშვიდობიანად ჩაივლის ეს აქცია, მაგრამ ასპექტები არ გვაქვს კარგი. არის ძალიან დიდი რისკი, რომ დასრულდება ფატალურად ბევრი ადამიანისთვის ეს პროტესტი. მე რა თქმა უნდა ყველას ვუსურვებ მშვიდობას, მაგრამ საკმაოდ მძიმე პერიოდი გვაქვს, მძიმე ნგრევების და ტრანსფორმაციების პერიოდი. და პლუტონს მაქვს ნგრევა და ტრანსფორმაციები საკმაოდ მტკივნეულად ხოლმე. მესამე მსოფლიო ომის წინაშე ვდგავართ. ფაქტობრივად, ხო შეიძლება ასე ითქვას, კი. რეალურად ეხლა ეს დაპირისპირებები და თითქოს შიდა კონფლიქტები არის ლოკალურად, მაგრამ რაც დრო გავა, ხო ეს პლუტონი რომ ჩადგება საბოლოოდ მერწყულში, ხო რომ დაიმკვიდრებს თავს, იმიტომ რომ ჯერ მაინც საწყის გრადუსზეა, ხო აი კარგად რო შევა მერწყულში, ეს ტრანსფორმაცია და ცვლილებები მთელს მსოფლიოს შეეხება უკვე. ანუ არა მხოლოდ ამ ჩვენს კონტინენტზე იქნება ეს დაძაბულობა, ხო? ეს უკვე ამერიკასაც შეეხება, კანადასაც შეეხება, ხო? ეს პროცესი ჩაშვებულია, რომ უნდა მოხდეს პრინციპში მსოფლიო მმართველობის ცვლილება. მე მსოფლიო მმართველობაზე მაქვს საუბარი. უნდა გახდეს უფრო ჰუმანური. ამისათვის საჭიროა, რომ გარკვეული ტრანსფორმაციები და ნგრევები და ცვლილებები მოხდეს შიდა დაპირისპირებები წავა ეხლა მსოფლიო მმართველობის მხრივ. და ხალხი ძალიან ბევრ სიმართლეს გაიგებს ამ წლების განმავლობაში. ეს პროცესი ჩაშვებულია და ამას ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გააჩერებს, მეგობრებო. პლუტონი რომ შევიდა მერწყულში, უკვე პლუტონმა თქვა, რომ მორჩა ხალხო, კოლექტიურად განგათავისუფლებთ მე თქვენ, მაგრამ მოხდება ბევრი ნგრევა, ბევრი მსხვერპლი. მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ხალხი გამოფხიზლდეს და გავიგოთ სიმართლე, რომ რა ხდება ჩვენ თავს საერთოდ, ხო? ანუ ფაქტობრივად ნახევარზე მეტი კონსპირაციული თეორია არის სრული სიმართლე, მეგობრებო, და ამ ყველაფერს ხალხი გაიგებს რეალურად. აი ყველაზე სკეპტიკოსებიც კი დარწმუნდებიან, რომ ეს ყველაფერი არის სრული სიმართლე, იმიტომ რომ როდესაც ამას ჩვენ თვალწინ დავინახავთ, მე ვეღარ ვუარყოფთ, ხო? ამიტომ ეს ცვლილებების პერიოდი უკვე ჩაშვებულია.
ხო, კიდევ მეგობრებო, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტი გვაქვს, ეს არის იუპიტერი ურანის შეერთება, ხო? ამ ასპექტმა სვლა დაიწყო 25 თებერვლიდან, მაგრამ ზუსტი შეერთება გვექნება 21 აპრილს. გვექნება ზუსტი შეერთება გრადუსული და 21 აპრილი არის ძალიან ენერგეტიკულად ძლიერი დღე. შეგიძლიათ გააკეთოთ მანიფესტაციები. რა არის იუპიტერი? იუპიტერი არის წარმატების და გაფართოების და წინსვლის პლანეტა, ხო? იღბლის პლანეტა. ურანი არის პლანეტა რევოლუციონერი, პლანეტა გენიალური იდეების და პლანეტა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ცხოვრების ახალ დონეზე გადავიდეთ. ამიტომ ამ ორი პლანეტის შეერთება საკმაოდ იშვიათად ხდება ხოლმე. ზუსტი გრადუსული შეერთება გვექნება 21 აპრილს. მანიფესტაცია გააკეთეთ, ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და სთხოვეთ სამყაროს, რომ ახდენს თქვენი სურვილები. ეს იქნება ძალიან იღბლიანი პერიოდი. და განსაკუთრებით ვის შეეხება, ახლა ვინედან კუროში ხდება ეს შეერთება, რა თქმა უნდა, უმეტესად კუროებს შეეხება, ასევე შეეხება მერწყულებს, ლომებს, მორილებს, ხო, ფიქსირებული ხარისხის ნიშნებს განსაკუთრებით შეეხება და ვისაც პირად რუკაში ამ ნიშნების გავლენა აქვს. და თუ თქვენს ტრანზიტებს ნახავს და თქვენს ტრანზიტებშიც მეორდება, ანუ დუბლირება ხდება ამ ასპექტის, აი არ ვიცი, საოცრად იღბლიანი პერიოდი გქონიათ ნამდვილად, იმიტომ რომ იუპიტერი ურანის შეერთებას მოაქვს აი უეცარი გამართლება, აი თითქოს სწორ დროს ხვდები სწორ ადგილას, ხო? აი უეცარი, აი თითქოს თქვენ რო არ აკონტროლებთ ამ პროცესს, ხო? იმიტომ რომ ურანი არის პლანეტა უკონტროლო საერთოდ, იმიტომ რომ ურანი არის უზენაესი პლანეტა, ისევე როგორც ნეპტუნი და პლუტონი. როდესაც ურანის შეერთება გვაქვს რომელიმე პლანეტასთან და მით უმეტეს ისეთ სოციალურ პლანეტასთან, როგორც არის იუპიტერი, ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებაში შეგიძლიათ მოიზიდოთ სიმდიდრე და წარმატება და იღბალი. იმიტომ რომ გაფართოების საშუალება გეძლევათ და ამ ასპექტს ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა ექნება 2024 წლის 10 ივნისამდე ექნება, ესე იგი, აი ეს შლეიფი, ასე ვთქვათ, ამ შეერთების ყველასთვის იქნება საგრძნობი, ესე იგი 10 ივნისამდე. იმიტომ რომ აი საკმაოდ ძლიერი შეერთებაა და ეს პერიოდი ნამდვილად ამ ასპექტს ჩვენზე ექნება ზეგავლენა. ამიტომ 21 აპრილს რას ვაკეთებთ? აუცილებლად ჩამოწერეთ სურვილები, ოღონდ ისევ და ისევ დაიცავეთ კანონი. სიტყვა არ უნდა გამოიყენოთ, ხო? ამიტომ სთხოვეთ სამყაროს, ან ისე თითქოს ეს უკვე გაქვთ, ან ისე რომ თითქოს ეს გინდათ, ოღონდ არ გამოიყენოთ სიტყვა არ. ანუ ფოკუსირდით თქვენს სურვილებზე და არა იმაზე, რაც არ გინდათ, ხო? რომ სწორედ მოხდეს ეს მანიფესტაცია. შეგიძლიათ ჩამოწეროთ, ხო და შეინახოთ შემდგომში ეს, ან უბრალოდ ჩამოწეროთ და ხმამაღლა გაიმეოროთ რამდენჯერმე. ანუ ჩამოწერა რეალურად უბრალოდ ორგანიზებისთვის გვჭირდება, რომ თქვენ რამე მნიშვნელოვანი სურვილი არ გამოგრჩეთ, მაგრამ თუ შეგიძლიათ ჩამოწერის გარეშეც ფოკუსირდეთ თქვენ სურვილებზე და არ შეგეშალოთ, მაშინ ჩამოწერა არ არის აუცილებელი. უბრალოდ ბევრ ადამიანს ჩამოწერა ურჩევნია ხოლმე. საკმაოდ იღბლიანი პერიოდია და ძალიან დიდ ცვლილებებს მოიტანს. იუპიტერი ურანის შეერთება მოიტანს ასევე რას, მეგობრებო, ხო? ძალიან ბევრი სიმართლე გამოაშკარავდება, რაც ადრე ფარული იყო საზოგადოებისთვის. ვინაიდან იუპიტერი სოციალური პლანეტა, ეს სოციალურ თემებს და საკითხებს შეეხება და ასევე თქვენს პირად ცხოვრებაში შეიძლება ისეთი რაღაცები გაიგოთ, რაც ადრე თქვენთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო. ეს შეიძლება ატარებდეს როგორც ნეგატიურ, ასევე დადებით ხასიათს, ხო? მოკლედ, საკმაოდ საინტერესო პერიოდში ვართ, ნამდვილად მეგობრებო, თუმცა აი აპრილის ბოლოსკენ არ გვაქვს მარტივი ასპექტი, მზე პლუტონის კვადრატია. მე ყველას გირჩევთ, რომ აი ეხლა, ხო, ეს მოზღვავებული პლუტონის ტემპერამენტიანი ენერგიები, ხო, რომ შემოდის, ძალიან კარგია ეხლა ეს პერიოდი, რომ დაკავდეთ სპორტით, რომ ეს ენერგია სპორტში რომ დაიხარჯოს, ხო, და აი ამის ასიმილაცია რომ მოხდეს, ხო? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მზე პლუტონის ენერგიას სწორედ არ ვამუშავებთ, მერე ხდებით აგრესიულები და კონფლიქტურები, ხოლმე და შეიძლება ჩაგვერთოს რაღაცა თვითგანადგურების პროგრამა. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს და ფატალურად არ დასრულდეს ეს პერიოდი თქვენთვის, აუცილებელია ეს ენერგია სწორედ მიმართოთ.
მიმართეთ ისევ და ისევ სპორტში, თვით განვითარებაში, თვით შემეცნებაში, ხო, მედიტაციებში, იმაში, რომ ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში გამძიმებდათ, გაუშვათ. ანუ იმუშავეთ ეს პერიოდი თქვენს თავზე. მზე პლუტონის კვადრატი არის ძალიან კარგი პერიოდი იმისათვის თქვენ თუ გინდათ რომ გახდეთ თქვენი თავის უკეთესი ვერსია და ტრანსფორმირდეთ. მაგრამ მზე პლუტონის კვადრატი დამანგრეველი და ფატალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც განვითარება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდა. ან ხელოვნურად მოხდება თქვენ ცხოვრებაში ისეთი სიტუაციები, რომ მოგიწევთ რომ გამოხვიდეთ ამ კომფორტის ზონიდან, ან თუ მოხდა და მაინც არ გამოხვიდეთ, შეიძლება ფატალურად დასრულდეს თქვენთვის ეს პერიოდი. ისევ და ისევ პლუტონი არ არის ჰუმანური პლანეტა, ასე ვთქვათ. არა. ნამდვილად, მაგრამ სამაგიეროდ თუ ვიცით როგორ უნდა მივუდგეთ ამ პლანეტას და ამ პლანეტის ენერგიებს, მაშინ ძალიან წაგვადგება ეს პერიოდი. ისევ და ისევ მზე პლუტონის კვადრატი გვაქვს ხოლმე წელიწადში რამოდენიმეჯერ გვაქვს ხოლმე ეს პერიოდი, გავდივართ მძიმე ტრანსფორმაციებს, მე გავფრთხილებთ კიდეც ამაზე, რომ აი სიკვდილიანობის პერიოდია და მართლაც ტელევიზორს რო ჩავთავ სუმკვრელობები და საოცრებებია ხოლმე და სულ გავფრთხილებთ, რომ იყავით ფრთხილად, არ აყვეთ პროვოკაციებს, ხო? ეს არ არის პირველი და უკანასკნელი მზე პლუტონის კვადრატი. ან მზე პლუტონის ოპოზიცია. ეს ყველაფერი პერიოდულად ჩვენ ცხოვრებაში ხდება ხოლმე. უბრალოდ ზოგი ამას ვერ ამჩნევს, ზოგი ამას ამჩნევს და ხვდება. ამ პერიოდს კიდე გავივლით არაერთხელ. უბრალოდ ეხლა ვინაიდან ამ პერიოდში ვართ, მე მინდა რომ გაგაფრთხილოთ, რომ სწორედ გამოიყენოთ ეს ენერგიები, რაც არის ეხლა ცის კაბადონს. ხო? რომ არ ჩავარდეთ დეპრესიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პლუტონის არასწორ გამოყენებას, პლუტონის ენერგიის არასწორ გამოყენებას მოაქვს დეპრესია და თვითგანადგურება. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, მეგობრებო, ამიტომ უმჯობესია მედიტაციები და სპორტი. ეხლა რომ აი ამაში წავიდეს ეს პლუტონისეული ენერგიები. ასევე პლუტონი არის კავშირში წყენებთანაც. ამიტომ ეს პერიოდი აქტიურად იმუშავეთ თქვენს წყენებს, რომ გაუშვათ და დაამუშავოთ ფსიქოლოგიურად. აი საკმაოდ ბევრი დავალება გვაქვს ეხლა კაცობრიობას ამ პლუტონისგან. რომ ტრანსფორმირდეთ და გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. საქართველოს უახლოეს მომავალზე ვიდეოს დავკვირდითო. აჰა, ხო, კი, მახსოვს და ჩაგიწერთ აუცილებლად. იქამდე ან დღეს საღამოს დაიდება, ან ხვალ. ნუ სავარაუდოდ ხვალ დაიდება უფრო. დღეს ქაოტური დღე არის და მძიმე. დამონტაჟებული გვაქვს უკვე ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ადამიანის პირადი რუკის განხილვა და საკმაოდ აქტუალურია ეხლა ეს პიროვნება და ამ პიროვნების ცხოვრება მსოფლიო მასშტაბით განიხილება, ამიტომ დაწერეთ კომენტარებში ვიზიას საუბარი თუ გამოიცნობთ და ან დღეს გვიან ღამე დაიდება, ან ხვალ. ხვალ დაიდება აუცილებლად დღის ბოლომდე. ეს ვიდეო და სხვადასხვა შორის იმ ვიდეოშიც უნდა ვისაუბრო პლუტონის ასპექტებზე, რომელიც აქვს ამ ადამიანს, ხო? და სწორედ ამ პლუტონის ასპექტებმა მიიყვანა იქამდე, სადაც ახლა ეს ადამიანი არის. აი საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა ნამდვილად და იქ ვსაუბრობთ ბევრ ისეთ თემაზე, რა თემებიც არ განვიხილია სხვა პირადი რუკების განხილვისას, ხო? აი ცნობილი ადამიანების რუკების განხილვისას. ამიტომ დაელოდეთ, ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ხო, ისევ და ისევ გვაქვს ესე იგი მზე ვერტში. ამიტომ რაღაც უფრო ვერძებსაც შეეხება ეხლა ძალიან ეს ტრანსფორმაციები და სასწორებსაც და ცხისრქებსაც და ჭირჭხებებსაც, რა თქმა უნდა. მაგრამ ვინაიდან
ჯერჯერობით პლუტონი გვაქვს მერწყულში, უბრალოდ საწყის გრადუსებზე, ეს ნიშნავს, რომ შეეხება ფიქსირებულ ნიშნებსაც. ანუ შეეხება ლომსაც, მორიელსაც, კუროსაც, მერწყულსაც, ხო, აი საკმაოდ ბევრ ნიშანს ეხება. ეხლა ეს, ну, ფაქტობრივად ყველას გვეხება, ვთქვათ, სიმართლე, იმიტომ რომ ამ ნიშნებიდან რომელიმეს გავლენა მაინც გექნებათ პირად რუკაში. ამიტომ ფაქტობრივად ყველას გვეხება ეხლა ეს ტრანსფორმაციული პერიოდი და მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ რჩევები, როგორ მოხდეს ასიმილაცია ამ პლუტონისეული ენერგიების. მთვარე პლუტონის კვადრატი მოხდა და მძიმეა ეს პერიოდი. ეს ტრანზიტულად გაქვთ გააჩნია, ტრანზიტულად ჯდება, თუ პირად რუკაში გაქვთ. ანუ თუ პირად რუკაში გაქვთ, ფაქტობრივად მთელი ცხოვრება იქნება მაინც ასე თუ ისე ამ ასპექტს თქვენზე გავლენა. გააჩნია, ანუ პირად რუკაზე ვსაუბრობთ თუ ტრანზიტულად, ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში. საკმაოდ საინტერესო ცვლილებების პერიოდი გვაქვს ახლა ნამდვილად მეგობრებო. არ იყო ეს გაზაფხული ენერგეტიკულად მარტივი ნამდვილად, ჯერ ეს დაბნელებები, მერე ეს მძიმე ასპექტები, ხო რაც გვაქვს ახლა. რეტროგრადული მერკური. ну, წინა ლაივებში ვთქვი, მაგრამ ახლა კიდევ გავიმეორებ. ესე იგი, რეტროგრადული მერკური გვაქვს 25 აპრილის ჩათვლით, მეგობრებო. და რა არ უნდა გავაკეთოთ? ესე იგი, ახალ საქმეებს არ ვიწყებთ, ტექნიკას არ ვყიდულობთ. ასევე არ არის კარგი მოგზაურობა, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, მოლაპარაკებები. აი, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ ეს პერიოდი. და ტექნიკა სასტიკად ჭედავს ხოლმე კიდევ ამ პერიოდში. საქართველოს რა ეშველება თუ არა? კი, ეს ძალიან აქტუალური კითხვაა წლების განმავლობაში, გვეშველება თუ არა? აქ არის, ну, პირველ რიგში უნდა ვთქვათ. არავინ არ გვიშველის. ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენ თავს, ეს პირველი პუნქტი, რაც გვჭირდება, რომ ყველამ გავიაზროთ, ხო? არავის არც ხელა ჩვენთვის, ვთქვათ სიმართლე ახლა. ჩვენ ისევ უნდა ვუშველოთ ჩვენ თავს. ეს პირველი პუნქტი. მეორე პუნქტი. აქ არის ორი ვარიანტი. მე ვთქვი მახსოვს ჯაჯანიძის შოუში ვთქვი, თუმცა ბევრი რამ ამომიჭრეს ისევ და ისევ. მოკლედ ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძალიან ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ბედზე ზოგადად და ეს ასეც არის. და აქ არის ორი ვარიანტი. ან ის დაზიანებული პლანეტები უნდა დავამუშაოთ ყველამ, რასაც უდიდესი ძალისხმევა და ცოდნა ჭირდება, რომ გადავრჩეთ, ან მეორე ვარიანტი, რაც უფრო მარტივია. უნდა გამოვცვალოთ დამოუკიდებლობის დღე, რომ პლანეტები შეიცვალოს და კორექტირდეს. ანუ ან ერთი ვარიანტი უნდა მოხდეს, რომ დავამუშაოთ მაშინ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება. ან მეორე, რომ გამოიცვალოს დამოუკიდებლობის დღე. აი, სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშველით ჩვენ თავს. სხვა შემთხვევაში არა. ესე იგი, ბევრი კითხვა მაინც მეორდება, მეგობრებო. ამ ჩანაწერს შევინახავთ, აუცილებლად მეც ახლა შემოხვედით, რომ ნახოთ.
ესე იგი, საუბრობთ იუპიტერი урანის შეერთებას, რაც გვაქვს ეს პერიოდი და საკმაოდ ძლიერი ასპექტია მანიფესტირებისთვის. კი ბატონო, და მზე პლუტონის კვადრატზეც საუბრობთ, რაც გვაქვს ამ აპრილის განმავლობაში, ხო? ანუ ეს აპრილის ბოლო საკმაოდ მძიმე ტრანსფორმაციებს თავაზობს ყველას კოლექტიურად, მეგობრებო, და განსაკუთრებით ეს შეხება კარდინალურ და ფიქსირებულ ნიშნებს. ეხლა მე მაინც ყველას გირჩევთ, ვინადან ასეთი მძიმე ასპექტები, რომ გაწმინდოთ აურა თქვენ სახლში. ამისათვის რა გჭირდებათ? ან საკმეველი დავუშვათ ყოველდღურად, რომ დაანთოთ, ან პალოსანტო წმინდა ხე, ან სეიჯი თუ გაქვთ, ხო? ან აურის გამწმენდი ჭხირები, ხო? შვენიერია. ასევე მანიფესტაციისთვის 21 აპრილის მანიფესტაციისთვის თუ გინდათ რომ ფინანსური სიმდიდრე მოიზიდოთ, იდეალურია ფინანსების მოსაზიდი ჭხირები, ასევე მეგობრებო, რომლებიც გვაქვს ახლა მარაგში სხვადასხვა დარჩა კიდევ მარაგში. ამიტომ თუ გაინტერესებთ შეძენა გვაქვს ახლა მარაგში პალოსანტოც სეიჯიც, მეგობრებო, ლავანდის დამამშვიდებელი ჭხირებიც, ლავანდის დამამშვიდებელი ზეთიც გვაქვს, აურის გამწმენდი ჭხირებიც გვაქვს და ტიბეტური თასები ჩამოგვივა ახლა, ანუ მთლიანად გაიყიდა და ჩამოგვდის ახლა პატარა ზომის. მალე გვექნება და ამაზეც დავდებთ აუცილებლად პოსტს, რომ შეივსება ტიბეტური თასების მარაგები. ძირითადად მაინც აი პატარას ხმა მოგწონთ ხოლმე, თუმცა აი დიდიც მშვენიერია რეალურად. აი ზოგს დიდის მოწოს ხოლმე. აი ტრადიციულად უნდა დავუკრათ ტიბეტურ თასს, ესე იგი. აი. ისე მშვენიერი იქნება ახლა. აი ტრიბუნას, ანუ აქციის დროს, აი ვიღაც რო გამოვიდეს ტრიბუნას და რო დაუკრას მიკროფონში ტიბეტური თასით. ანუ შვენიერი იქნება და აურა გაიწმინდება საერთოდ. შვენიერი იქნება. აი ტიბეტური თასით რო დავუკრათ აქციაზე. შვენიერი იქნება. ესე იგი ტიბეტური თასი ძალიან კარგია აი ჩაკრების გასახსნელად და ბალანსირებისთვის, აი მშვენიერია და ტკივილებსაც შველის. სხვადასხვა, აი თავით მტკივა ხოლმე, აი რომ დავუკრო ამ ტიბეტურ თასზე, ესე იგი მიყუჩებს თავის ტკივილს, ესე იგი საოცრება და აი ტიბეტური თასების თერაპიაც მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი. ამიტომ მშვენიერი გავლენა აქვს ჩვენს აურაზე. ნამდვილად. ტიბეტური თასის მაღალ ვიბრაციულ ხმას თვითონ.